არასრული დომინირება და მრავლობითი ალელიზმი. მენდელის მიერ ჩატარებულ ცდებში გენის ერთი ალელი მთლიანად ახშობდა მეორის მოქმედებას, ესე იგი გვხვდებოდა სრული დომინირება. ამ დროს პირველ თაობაში მიღებული ინდივიდები ფენოტიპურად ერთ-ერთი მშობლის მსგავსია. კარგად არის ცნობილი ჩვენთვის სრული დომინირების შემთხვევა, როცა დომინანტური ნიშანთვისება, მაგალითად ბარდის თესლის ყვითელი შეფერილობა, თრგუნავს რეცესიულ ნიშანთვისებას, ანუ მწვანე შეფერილობას. ადიდი შეჯვარებული აპატარასთან გამოვიტანოთ გამეტები, ვიღებულობთ ერთ ადიდ გამეტას და ერთ აპატარა გამეტას. პირველ თაობაში ვიღებულობთ ადიდ აპატარას, ანუ თესლის ყვითელ ფორმას. ისევ ადიდ აპატარასთან გამოვიტანოთ გამეტები, ადიდი აპატარა. F მეორე თაობაში ვიღებულობთ შემდეგ კომბინაციას. ადიდი აპატარა. სამი ყვითელი ერთი მწვანესთან. სცენარეებში, ცხოველებში და ადამიანში გამოვლენილია მრავალი ისეთი ნიშანი, რომელთა გამსაზღვრელ გენებში ერთი ალელი მთლიანად ვერ ახშობს მეორის მოქმედებას. ეს შენიშნა მენდელმა ბარდაში ზოგიერთი ნიშნის მემკვიდრეობისას. ამ მოვლენას არასრული, ანუ შუალედური დომინირება ეწოდება. ვინაიდან პირველ თაობაში მიღებული ჰიბრიდები ორივე მშობელს ემსგავსება, შუალედურია. პირველად ეს მოვლენა შეისწავლეს გულისაბასა და დევის პირაში წითელ და თეთრ ყვავილიან მცენარეთა შეჯვარებისას. მათ მიიღეს პირველი თაობის ჰიბრიდებში ვარდისფერი ყვავილები. წითელ ყვავილებიანი მცენარე შეაჯვარეს თეთრ ყვავილებიანთან. B. გამოვიტანოთ გამეტები. ადიდი, აპატარა და F პირველ თაობაში მიიღეს ადიდი, აპატარა, ვარდისფერი შეფერილობა. თვითდამტვერვის გზით F მეორე თაობაში გამოვიტანოთ გამეტები. მიიღეს F მეორეში ადიდი, აპატარა. მეორე თაობაში ჰიბრიდების ერთ ნაწილს ჰქონდა წითელი, ორ ნაწილს ვარდისფერი, ხოლო ერთ ნაწილს კი თეთრი ყვავილები. ვინაიდან ჰეტეროზიგოტური მცენარეები ფენოტიპურად განსხვავდებიან ჰომოზიგოტურისაგან, მეორე თაობაში დათიშვა ფენოტიპისა და გენოტიპის მიხედვით ერთმანეთს ემთხვევა და არის თანაფარდობით 1, 2, 1-თან. სრული დომინირების დროს კი F მეორე თაობაში ფენოტიპის მიხედვით დათიშვა ჰქონდა 3, 1-თან, ხოლო გენოტიპის მიხედვით გვაქვს 1, 2, 1-თან. არასრული დომინირებისას F მეორე თაობაში დათიშვა ფენოტიპის და გენოტიპის მიხედვით ერთნაირია და არის 1, 2, 1-თან. არასრული დომინანტობა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. გარდა სრული და არასრული დომინირებისა, არჩევენ კიდევ კოდომინირებას. კოდომინირება ისეთი მოვლენაა, როდესაც გენის ორივე ალელი ტოლფასოვანია. ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში ორივე ფუნქციონირებს. ალელური გენების ასეთი ურთიერთქმედება გვხვდება ადამიანის სისხლის ჯგუფების დამემკვიდრებაში, თუმცა ამ ნიშანთვისების დამემკვიდრებისთვის სხვა თავისებურებაც არის დამახასიათებელი. აქამდე განხილულ მაგალითებში
ერთი გენი წარმოდგენილი იყო ორი ალელით, მაგალითად A დიდით და A პატარათი. მაგრამ ცნობილია, როდესაც ერთი გენი არსებობს ორზე მეტი ალელის სახითაც. ამ მოვლენას მრავლობითი ალელიზმი ეწოდება. მაგალითისათვის განვიხილოთ სისხლის ჯგუფების დამემკვიდრება ადამიანში. სისხლის ჯგუფს განსაზღვრავს ერთი გენის სამი განსხვავებული ალელის კომბინაცია, რომელიც მეცხრე ქრომოსომაშია მოთავსებული. ეს ალელები აღინიშნება EA, EB და E0-ით. ადამიანში სისხლის ჯგუფების ფორმირებაში მონაწილეობს სამი ალელი. აქედან E0 რეცესიულია, ხოლო EA და EB კი დომინანტური თანაბრად. ისინი ტოლფასოვანი ალელებია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთდროულად არსებობენ, ორივე ვლინდება. ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში ორივე ფუნქციონირებს. EA და EB ალელები ერთმანეთის მიმართ კოდომინანტურები არიან. დადგენილია, რომ ადამიანში სისხლის 4 ჯგუფს განსაზღვრავს E გენის სამი ალელი, EA, EB და E0. დიპლოიდურ ზიგოტაში ორ-ორად კომბინირებისას მათ შეუძლიათ წარმოქმნან 6 სახის გენოტიპი. პირველი ჯგუფი, მეორე, მესამე და მეოთხე. პირველი ჯგუფი წარმოდგენილია E0, E0 გენოტიპით, მეორე EA, EA და ასევე EA, E0 გენოტიპით. მესამე ჯგუფი EB, 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 E0 გენოტიპით და მეოთხე კი EA, EB გენოტიპით. 6 შესაძლო გენოტიპიდან ალელს შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი, თუმცა არსებობს მხოლოდ 4 შესაძლო ფენოტიპი. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლი. სისხლის ჯგუფები 1900 წელს აღმოაჩინა ავსტრიელმა ექიმმა კარლ ლანდშტაინერმა, რისთვისაც 1930 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა. სისხლის ჯგუფების გამოკვლევა ფართოდ გამოიყენებოდა სასამართლო მედიცინასა და კრიმინალისტიკაში, როგორც დამნაშავე პირის გამოსავლენად, ისე ადამიანთა შორის ნათესაური კავშირის დასადგენად. ახლა ამ მიზნით გენეტიკურ ტესტებს იყენებენ. მშობლების სისხლის ჯგუფების მიხედვით შესაძლებელია დავადგინოთ, რომელი ჯგუფის სისხლი შეიძლება ჰქონდეთ მათ შვილებს. მაგალითად, გავარკვიოთ, რომელი ჯგუფის სისხლი ექნებათ შვილებს, თუ მშობლებს პირველი და მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვთ. პირველი და მეოთხე ჯგუფის სისხლი. მშობლების გენოტიპები წარმოვადგინოთ. პირველი ჯგუფის E0, E0, ხოლო მეოთხე ჯგუფის კი EA, EB. გამოვიტანოთ გამეტები. გვექნება მხოლოდ E0 გამეტა, ხოლო აქედან კი ორი სახის გამეტა EA და EB. შვილები. F პირველი თაობა. გვექნება EA, E0 და EB, E0. ამ მშობლებს შეეძინებათ მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვები. შეფარდებით 1:1, ანუ თითოეული 50%-იანი ალბათობით.